მოგესალმებათ სენაკის ხმა. მე კი მის წამყვანი ილია გვარამია გახლავართ. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან ქალბატონი შორნა გადელია და ბატონი ბადრი ვეკუა. ჩვენი ცენტრის და თემის აქტიური ბენეფიციარები. მოგესალმებით ბადრი, მოგესალმებით შორენა. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას გიხდით მეორედ მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელებს. ქალბატონი შორნა უკვე მეორეჯერ იმყოფება ჩვენს გადაცემაში და ძალიან მოხარული ვარ. მოგესალმებით მეც, მივესალმები რადიო მსმენელებს. ბადრი შენობით მოგმართავ და გადმოვალთ შეკითხვით, ალბათ ჩვენს მსმენელებს აინტერესებს, საიდან იწყება შენ თანამშრომლობა ცენტრთან. კი ბატონო, შეიძლება ითქვას ამ სათემო განათლების ცენტრის დაარსებიდან ვარ ამ ცენტრის წევრი, ბენეფიციარი. ეს უამრავი ტრენინგი, უამრავი კურსები გავლილი და ასე რომ ძალიან დიდი ხანია ამ ცენტრის აქტიური წევრი რომ ვარ. პირველ ტრენინგს ან პირველ კურსს ხომ არ გაიხსენებდით, როდესაც მოხვედით, რა კურსი გაიარეთ და ასევე მაინტერესებს რა კონკრეტული კურსი ან ტრენინგი დაგამახსოვრდათ აქ ყოფნის პერიოდში. უამრავი კურსები იყო ამ ცენტრში, კომპიუტერის კურსები, უცხოენების კურსები და მე კონკრეტულად შემიძლია გამოვყო ელექტრიკოსის გადამზადების კურსები. იმიტომ მე ამ გადამზადებამ მე შეიძლება ითქვას დასაქმების შესაძლებლობა გამომადგა იმ მხრივ რომ შემდეგ ვაკანსია გამოცხადდა ენერგოკომპანიაში და შევიტანე საბუთები და დავსაქმდი, ისე რომ ეს გადამზადების კურსები აშკარად დამეხმარა და ხელი შემეწყო. რამდენ ხნიანი იყო თვითონ ეს კონკრეტული კურსი? ეს იყო 3 თვიანი გადამზადების კურსი იყო კონკრეტული თეორიულიც და შეიძლება ითქვას და პრაქტიკულიც უნარჩვევების შეძენა. ბადრის ჩავეჭრები და მინდა მეც აღვნიშნო, სხვათა შორის აი ეხლა გამახსენდა რომ თვითონ მე პირადად ვარ ელექტრიკოსი, ანუ ენერგეტიკული დამთავრებული 5 წლიანი უმაღლესი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, მაგრამ პრაქტიკის მხრივ თუ შევადარებთ, აი 5 წლიან იმასთან, ხო, თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან შედარებით, ბევრად უფრო მეტი ცოდნა მომცა შემიძლია ვთქვა 3 თვიანმა ამ გადამზადების კურსმა. იმდენად საინტერესო და იმდენად კარგად იყო ორგანიზებული ეს ტრენინგი, რომ მართლაც შემიძლია გამოვყო ელექტრიკოსის კურსები ბადრი და ეხლა შენ კი დასაქმდი შენი პროფესიით, მაგრამ მეც რა თქმა უნდა გამომადგა ძალიან მიუხედავად იმისა, რომ მე ახლა ამ პროფესიით არა ვარ დასაქმებული. აქ დავამატებ რომ მიუხედავად დასაქმებისა მე ამ ცენტრთან არ გამიწყვეტია კავშირი და როცა თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ რომ ყოველთვის მოვიდე და დავესწრო სხვადასხვა სახის ტრენინგებს, კურსებს, ასე რომ ეხლაც ამჟამადაც მე ვარ შეიძლება ითქვას კვლავ აქტიური ბენეფიციარი. კი ბატონო. ყველაფერთან ერთად 2019 წელს მოგენიჭათ ტიტული წლის საუკეთესო ბენეფიციარად. როგორი შეგრძნება იყო, ამაზე რომ მოგვიყვეთ 1-2 სიტყვით, ამ ტიტულმა დაგაკისრათ თუ არა რაიმე სახის პასუხისმგებლობა და ეს ხوار განაპირობებს იმას, რომ დღემდე ესე მოყოლებული ხარ აქტიური და ხარ ჩართული სხვადასხვა აქტივობებში. ხო, კი ბატონო, რელიგში შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მოულოდნელი იყო მართლა. ძალიან მოულოდნელი იყო ხა ასეთი ორგანიზაცია, მე რამდენად ვიცი 10-მდე ამ მთელი საქართველოს 14. ხა უკვე 14 ხო, მაშინ 10 იყო მგონი. და მთელი საქართველოს მასშტაბით წარმოიდგინე ამ ორგანიზაციის რამდენი ბენეფიციარი ყავდა და
ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის და ძალიან მართლა სასიხარულო ინფორმაცია იყო, მინდა გითხრა. მოულოდნელი კი არა. კი იმსახურებდი სხვათა შორის ამ ტიტულს, მინდა გითხრა. ნამდვილად. ხო, და ძალიან პასუხისმგებლობის ის იყო შეგრძნება და ასე რომ, რა ვიცი, კი პასუხისმგებლობის ძნობაა და დღემდე ვცდილობ რომ გავამართლა. რა როლი უჭირავს ცენტრს თქვენს ცხოვრებაში? ხო, როგორც გახსენეთ, ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ამ კურსებიდან და გადამზადების რას რჩევდით იმ ადამიანებს, ვინც არ ღებულობს მონაწილეობას ამა თუ იმ ტრენინგ კურსებში, არიან პასიურები და არ არიან თქვენსავით აქტიურები? ეს ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრია და მე თუმეტეს ეს დასახლებაშია, თემდათ დასახლებაში და რავი ერთ-ერთი რაღაც მნიშვნელოვანი და სასარგებლო ადგილია ჩემი აზრით და ყველა უნდა იაროს და ყველა აქ იპოვის თავის მიმართულებას, თავისთვის საინტერესო ან კურს, ან თემატიკას შემთხვევაში. კი ბატონო, ხო, უამრავია კინოჩვენებები იმართება, რაღაც დისკუსიები იმართება, უამრავი რაღაცაა და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია თავისთავად იპოვოს. თქვენმა თანამშრომლობამ ცენტრთან რაიმე პოზიტიური ცვლილება თუ გამოიწვია აქაურ თემის მაცხოვრებლებისთვის? თუ გახსენდებათ მსგავსი რა? კი ბატონო, შემიძლია გავიხსენო 2018 წელს ერთ-ერთ ორგანიზაციას დანიის ტოლთა საბჭოს ქონდა პროექტი, გამოყოფილი ქონდა კონკრეტული თანხა გრანტის სახით, კი ბატონო, რომელიც ჩვენ უნდა დაგვიწერა პროექტი კონკრეტული, რომელიც ამ თემში გაკეთდებოდა და ამ პროექტით ისარგებლებდა თემის მაცხოვრებლები, კი ბატონო. ჩვენ მაშინ ახალგაზრდებმა დავწერეთ პროექტი ღია სავარჯიშო სპორტული სივრცე. ასეთი რას გულისხმობს? ეს იქნებოდა ამ ცენტრთან სკოლის მოპირდაპირე მხარეს წინ ბაღია, სკოლაა და სადაც ახალგაზრდობა და ბავშვები იკრებებიან და ღია სივრცე სპორტული რო გაკეთებული იყო. ეს ასეთი კონკრეტული სპორტული მოედანი მაშინ სენაკში მგონი პირველი იყო აქ რო გაკეთებული. სამეგრელოს ძალი იყო. კი ბატონო, ეს მაშინ ახალი იყო, ეხლა უკვე უამრავ ადგილას და უამრავი სავარჯიშო მოედანი. სავარჯიშო, კი ბატონო, ღია სავარჯიშო, გადახურული სპორტული სავარჯიშო მოედანი გაკეთდა მაშინ და ჩვენი პროექტით და ჩვენ გავიმარჯვეთ, ამ პროექტმა გაიმარჯვა და დაგვაფინანსეს და გაკეთდა ეს ღია სპორტული მოედანი, რომელიც ეხაც ფუნქციონირებს და ეხაც საკმაოდ აქტიურად. კი ბატონო, აქტიურად იყენებს ახალგაზრდობა. მინდა გითხრა ბადრი, რომ არა მარტო ახალგაზრდობა, არამედ მე 94 წლის მომსწრე ვარ, დილით ვხედავ ძალიან ხშირად, წერა და ყოველ დილით ვხედავ 94 წლის ადამიანს, რომელიც იყენებს ამ სავარჯიშო სივრცეს და იჯანსახებს თავის ორგანიზმს. მინდა გითხრა, უხუცესი წევრების, ჩვენი თემის უხუცესი წევრების ჩართული არიან ამ აქტიურად არიან ჩართული ამ მომსახურებაში. კი ბატონო, ეს კიდევ ერთხელ ხას უსვამს, რომ ამ პროექტის საჭირო პროექტი იყო, რომ გაამართლა და დიდი მადლობა დაგრძელვადიან კონკრეტულ ორგანიზაციას ამ შემთხვევაში დანიის დემთა საბჭოს მადლობა და ძალიან კარგად არის მოსახლეობის მიერ შენახული, აქტიურად იყენებენ, უვლიან ამ სივრცეს, არის შემოღობილი, არ ზიანდება და რა ვიცი, გამოსადეგია ყველასთვის. და ამ უხუცესებთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ ახალგაზრდები უხუცესები არ აღნიშნულობა გენდერული კუთხით არის დაცული, აი ეს როგორ ვთქვა,
მონაწილეობა, იმიტომ რომ არა მარტო მამაკაცები, ქალებიც, ბავშვებიც ყველა ერთად არის ჩართული და სხვათა შორის მინდა გაუსვა ამ გენდერთან მიმართებაში კიდევ მქონდა აი შეჯიბრი რომ იყო ილია შემახსენე ველო შეჯიბრი იყო იმაში მეც მივიღე მონაწილეობა ანუ ქალების ღებულობდნენ მონაწილეობას და სხვათა შორის ვინ გაიმარჯვა იქ ჩვენმა აქტიურმა წევრმა ვენერალი პარტიამ გაიმარჯვა ამ ველურ ბოლაში და რა ვიცი მოკლედ ყველანაირად არის ამ ცენტრში დაცული ეს გენდერული თანასწორობა და გარდა ამისა გენდერული კუთხით ძალიან ბევრი ტრენინგებიც კეთდება მოეწყო ფილმის ჩვენებაც ამ თემასთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ რომ რა ვიცი სრული სერვისია მოსახლეობისთვის ჩვენი სათემო განათლების ცენტრი მადლობა ასე თუ ისე საკმაოდ საინტერესო ამბები მიმოვიხილეთ კიდევ ერთხელ გეტყვით მადლობას მობრძანებისთვის და გისურვებთ წარმატებებს. თქვენც ასევე გისურვებთ წარმატებებს. აი ამ ლაპარაკში ძალიან ბევრი რაღაც გამახსენდა და ძალიან საინტერესო გამოგვივიდა მე და ბადრის რა ვიცი როგორც ბენეფიციარებს კი არა და როგორც ვინ ვარ ჩვენ უხუცესი ბენეფიციარები. მეგობრები. მაგრამ აქტიური მე ძალიან მიყვარს ეს სიტყვა ძალიან ჩემთვის დასაფასებელია და ისეთი არის უხუცესი წევრობა და შენ იყავი ახალგაზრდა აქტიური წევრი ხდება უხუცესის აქტიურიც და ახალგაზრდას მინდა გითხრა კი ბატონო არა შემიძლია თქვა რომ ყველაფერთან ერთად რაც აქ შევიძინე, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აქ შევიძინე მეგობრები, საყვარელი ადამიანები და ყველაზე ძვირფასი არის ეს ჩემთვის. კი, ნამდვილად ადამიანური ურთიერთობა ჩემთვისაც პირველ ადგილზე დგას. წარმატებები მეგობრებო.